ზესტაფონის ფეროსა და ტყიბულის ქვანახშირის შემდეგ შემცირებებმა და გაფიცვება რუსთავის აზოტით მოიცვა. ფინანსური პრობლემები აქვს რუსთავის მეტალურგიულსაც, წარმოება და მუშები იქაც მინიმუმამდეა შემცირებული. თუმცა აზოტი მაინც მყარად იდგა $100 მილიონ დოლარზე მაღალი პროცენტის მოცულობით, ზუსტად 6 თვის წინ კი მას $125 მილიონი ცესხზე ევრობანკმა გაუფორმა ხელშეკრულება და საპარტნიორო ფონდიც აპირებდა ინვესტირებას, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ექსპორტი განახერხდა, საწარმოს ვალები დაედო და გაიყიდა. ასობით მუშა კი ამ კვირაში სამსახურში აღარ შეუშვეს დათხოვილი ხართო. ისინი ეჭობენ, რომ საწარმოს გაჩერება და გაყიდვა ხელოვნურად მოხდა. დამირეკეს წინა დღეს და მითხრეს რომ ხოლმე სამსახურში აღარ გამოვიყვანეთ, განთავისუფლებული ხართ სამსახურიდან, არაფერი მიზეზი არ დაუკონკრეტებია, თან ჩემიდან იყო რამე დაღვევანი. რამე უბრალოდ მითხრეს რომ ხოლმე აღარ გამოხდით სამსახურში და ეძებეთ რამე სხვა სამსახური. ვირედი ცეხში. შნო მომენტში ვფიქრე, ავონტყოფილი მეუღლე ყველა მიზი თელმა ცეხმა. რომ ის ფული მჭირდება ბანკიდან მეთქი და მომწეს საბუთი, რომ მუშაობ ახლა. ავიღე ცესხი ეხლა გამანთავისუფლებს, ვინა გადაიხაროს, მაგრამ რატო მომწე ის ცნობა რომ მუშაობდი ახლა. ამაგებინა ცესხი ვერ გამიშვა. მოდიან ადამიანები გამშვენ პუნქტთან და დაბლოკილი ხდებათ საშვები. არ არსებობს არც შეტყობინება განთავისუფლების თაობაზე, არც საფუძველი. იმ დროს როცა საამქროს და ქარხანას უჭირდა აი ესე დალაგებული ბიგბეგებს ვეძახით დიდი ტომრები, აი ტომრის კენწეროზე ავსულვართ უზურკებით და ისევ ყარაულობდით პროდუქციას, რომ მავნე ხელს არ მოეპარა. ერთი საამქროდან მეორეში გადავდიოდით და ისევ ყარაულობდით ამას და მე გამიშვეს. ამ ხელა გასაღება აქვს გვარჯილას, რისი ვალე იყო? თვითონ ჩაიდეს ჯიბეში. ჩვენ დაგვტოვეს აი ესე, რამდენჯერ უნდა გავჩერდეთ, რამდენჯერ ჩვენ კისერზე გადავიდა ყველაფერი. მე რატო უნდა შემამციროს? ის რატო უნდა შეამციროს? რა დავაშავე, ჩვენ ახალ მუშები ვართ. ჩვენი ახალგაზრდა სპეციალისტი, ჩვენი ახალგაზრდობა ამ საწარმოში შევალიე. ამ ქარხნის ამბები დიდი ხანია მზადდება. ეხლა თქვენ არ იცით, მაგრამ ჩვენ ხელსაწყოებს ისეთ ხელსაწყოებს ვაკეთებთ, რომლებიც ამუშავებენ მთელ ქარხანას. რამდენი წელი აი ამ ხელა ნაწილი არ შემოუტანიათ, აი აქ იცოდენ, ნაადრევად ყველაფერი მზადდებოდა.